რეაბილიტაციასთან დაშხდება. ბათუმში ტრანსპორტის მინისტერიალი გრძელდება. მინისტერიალის ფარგლებში 4 ქვეყნის მინისტრებმა ბათუმის ადმინისტრაციული შენობები დაათვალიერეს. ისინი სტუმრად ბათუმის იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდნენ, სადაც დეტალურად დაათვალიერეს და გაეცნენ ახალი ქართული ბრენდის კონცეფციას. უცხოელ სტუმრებთან ერთად ბათუმში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალიაც იმყოფება. იუსტიციის სახლის შემდეგ მათ სარხვის საბაჟო გამშვები პუნქტი დაათვალიერეს და სიახლეებს გაეცნენ. გამოჩნდა რომ შემდეგ თავისი ჯგუფები გამოაგზავნონ დეპარტამენტები საქართველოში და შეისწავლონ ჩვენი რეფორმები ამ მიმართულებით, რადგან დანერგონ ეს რეფორმები უკვე თავის ქვეყნებში და ვფიქრობ ასეთი ტიპის ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ეკონომიკურ განვითარებისთვის, ასევე ჩვენ ქვეყნების ტურიზმის განვითარებისთვის. Очень большой прогресс в Грузии. საქართველოში ძალიან დიდი პროგრესია. ლიტვა ყოველთვის თანამშრომლობდა თქვენს ქვეყანასთან და ეს გაგრძელდება ახლაც. ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანია განავითაროთ სატვირთო მატარებლების მიმოსვლა საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის. ამას დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ ეს ხელშეუწყობს ეკონომიკის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე ლიტვაში. სამხრეთ აფრიკელი ბურის ფერმა სართიჭალაში